ტრამპი იქ რაღაცა გრენლანდიის ანექსიას აპირებს, უკრაინას უთხრეს, რომ ნატოში არ გიღებენ, აქ ამერიკის საელჩო ოცნებას დალაგება დაუწყო და აბათი ჭყალებში ლეგიტიმური სალომე დაიკიდეს და აი ამ ყველაფერს უყურებს ქართველი ლიბერალი და ჩვენ ხო ხა ხუბრობთ, რომ აი რას იზამს და ეგეთი კინო არის ძველი, ვინ დააბეზღა კურდღელი როჯერი. ანუ თან კინო არის, თან მულტფილმი რა, მულტიპლიკაციური პერსონაჟები და კინოს მსახიობები ერთად თამაშობენ რაც ცნობილი კინოა და მაგ არის ეს კურდღელ როჯერს ხო ძალიან მაგარი ცოლი ყავს რა ის ნახატი. და ნუ ფილმის შინაარსი ეგეთია, რაღაც მომენტში აღმოაჩეს ეს კურდღელი როჯერი, რომ ცოლი ღალატობს რა. დაინახავს რაღაც სტუდიის დირექტორთან რა და მთელი ამ ფილმის შინაარსია, რომ აი ამან მეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის ისა მოკლა საყვარელი რა და ბოლოში აი ინტრიგაა რომ ირკვევა, რომ რა გააკეთა ამან და რომ გაიგო, რომ ცოლი ღალატობდა, გაექანა და ცოლს სასიყვარულო წერილი მისწერა. ქართველი ლიბერალიც მოიქცევა ეგრე, რომ გაიგო, რომ ამერიკამ გადააგდო, ევროპამ დაიკიდა, ნატო აღარ მუშაობს, ამერიკის საელჩო ოცნებას ულაგდება, ამათი სალომე ლეგიტიმურია, ამოისვეს ერთად. რა იზასებს, იცი? ისე შეუყვარდება პროდასალ, აი ისე იქნევს ევროკავშირის დროშას, აქამდე რო არ უქნევია არასდროს. აი დროშებს დაარჭობს ყველა რუსთაველის ყველა კვადრატულ მეზზე თითო ევროკავშირის დროშა იქნება.